მე ვარ თორნიკე თვარაძე, თავდაცვის ძალებში მსახურობდი 18 წელი, წოდებით მთავარი სერჟანტი. თავდაცვაში მსახურის პერიოდში გავიარე ძალიან ბევრი კურსები სხვადასხვა ქვეყანაში, ნატოს წევრ ქვეყნებში და ასევე არაწევრ ქვეყნებში. ყველაზე მნიშვნელოვანი კურსები და აკადემია, რაც გავიარე, ეს არის ამერიკის სერჟანტთა აკადემია. მაქვს საზღვაო ქვეითების თითქმის ყველა კურსი გავლილი ეტაპობრივად ამერიკის საზღვაო ქვეითებთან ერთად. თორნიკე თვარაძის მსგავსად საქართველოს თავდაცვის ძალების უამრავ ოფიცერსა და სერჟანტს უმაღლესი სამხედრო თუ სხვადასხვა პროფესიული განათლება უცხოეთში. ძირითადად ნატოს წევრ ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია იმ სასწავლო კურსების შესახებ, რომელთა გავლის შესაძლებლობაც ჰქონდათ სამხედრო მოსამსახურეებს. თუმცა უცნობია ამჟამად რომელი კურსია ხელმისაწვდომი. ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები ამბობენ, რომ უცხოეთში განათლება მიღებულმა არაერთმა სამხედრო მოსამსახურემ უწყება უკვე დატოვა. ისინი საზღვარგარეთ არიან ემიგრაციაში. ასეულობით ოფიცერი და სერჟანტი არის, ვინც არა მარტო ოპერატიულ დონეზე და სტრატეგიულ დონეზე მიიღეს განათლება, ამაში უამრავი თანხები არის. ამაზე უამრავი თანხები არის გამოყოფილი როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან, ასევე ჩვენი ბიუჯეტიდან. თუმცა ამ პირადი შემადგენლობის ალბათ 90% დღეს არ მსახურობს თავდაცვის სამინისტროში. დღეს ეს პირადი შემადგენლობა გადახვეწილია სხვადასხვა ქვეყნებში, საწყენია ძალიან ესე ვთქვათ, გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ დავკარგეთ უკვე და ალბათ რთული იქნება ამ პირადი შემადგენლობის უკან მიღება, ან იმ დონეზე კიდევ ადამიანების იზოლაციაში მით უმეტეს იმ დონეზე მოვიყვანოთ და ის განათლება მივცეთ იმ შემართებით, რაც რამოდენიმე წლის წინ თავდაცვის შენების დროს იყო. ქართულ სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული სამხედრო განათლების მიღება შეეძლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. მიდიოდნენ ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში, ან ესწრებოდნენ საზღვაო ქვეითა მოსამზადებელ კურსებს და ასე შემდეგ. ის ოფიცრები, რომლებმაც განათლება ამ უმაღლეს სასწავლებლებში მიიღეს და ახლა აღარ მსახურობენ საქართველოს თავდაცვის ძალებში, ამბობენ, რომ დასავლეთში მიღებული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია საჯარისო შენაერთებისთვის და შესაბამისად დასავლეთთან კავშირის გაწყვეტა ამ კუთხით დიდი დანაკლისი იქნება. როდესაც ჩამოდი ხარაკდა ხდები სრულფასოვანი წევრი ამ საგანმანათლებლო ინსტიტუციების შეუძარებელი არის და ალბათ ძალიან რთული იქნება ეს ცირე მონაკვეთში აღწერო თუ რამდენად დიდ განათლებას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას აძლევს ადამიანს. თუნდაც როგორ უყურებენ სამხედრო ლიდერობას, როგორ უყურებს დასავლეთის ოფიცრის როლს, სამხედრო მოსამსახურის როლს საზოგადოებაში, უმნიშვნელოვანესი არის, რომ ურთიერთობები დასავლეთთან გაღრმავდეს და უფრო საფუძვლიანი გახდეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ თანამედროვე და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სამხედრო განათლების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას ითვალისწინებს. ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების უზრუნველსაყოფად განათლებული სპეციალისტების კორპუსს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. დასავლური საგანმანათლებლო პროგრამების გარეშე თავდაცვის ძალების ეფექტიანობა რომ შემცირდება, ამაზე სხვა ყოფილი ჯარისკაცებიც საუბრობენ. მათი ნაწილი ახლა უკრაინაშია და რუსეთის აგრესიას უკრაინელი სამხედროების მხარდამხარე იბრძვის. გამოცდილება ჩვენთვის არ იქნება გაზიარებული, იმიტომ რომ ჩვენ მოიქნებით მოწყვეტილი ამ სისტემას და ჩვენ მოგვიწევს მტერთან მოუმზადებლად ყოფნა და არ შეგვეძლება სწორი ბრძოლის წარმოება, არ შეგვეძლება ჩვენი ხალხის დაცვა. დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენ ვრჩებით მარტოები მტრის წინაშე, ჩვენ არ გვაქვს იმისი რესურსი, რომ მოვემზადოთ მომავალი შეტაკებებისათვის. აქედან გამომდინარე, ალბათ ისიც სისულელე არის მისი ფიქრი, რომ თუ ჩვენ გავჩერდებით და არაფერს არ გავაკეთებთ, მტერი არ შეეცდება ჩვენი ტერიტორიების დაკავებას ან ჩვენი რესურსების წართმევას. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა დასავლეთთან. გასულ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, ღირსეული პარტნიორი, რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში განუსაზღვრელი დროით გადადო.
ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ ცრუ ბრალდებებმა განაპირობა. უცხოეთში განათლება მიღებული ყოფილი სამხედროები ამბობენ, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგესთან მეგობრების გარეშე დარჩენა დაუშვებელია. დღეს ცხადად არის გამოყოფილი, რომ არ ხარ ნათელი მხარის მიმართულებით და ხარ მათ კლუბში ეგრეთ წოდებულში, ან ხარ მეორე მხარე, სადაც უშუალოდ არც მართლობა ნორმალური არის, კორუფცია არის, არაწინსვლა, არის დეგრადაცია, არ არის ადამიანის უფლებები. თუ ჩვენ არ ვიქნებით პირდაპირ მიბმული იმ საერთო ქსელზე, სადაც ხდება ამ ყველაფრის განახლება, ნებისმიერი ორგანიზაციული განახლება, მაგ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ჩამორჩებით. რამდენად რთულია ვიყოთ დასავლური ძალების გარეშე ჩვენს დღევანდელ პოტენციურ მტერთან, ამის წარმოქმნაც უბრალოდ შეუძლებელია და ამის კითხვის დასმაც უკვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ წამგებიანია. თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტთა შეფასებით, დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობამ ქართული არმია მნიშვნელოვნად გააძლიერა. ახლა კი საინტერესოა, რამდენად შესაძლებელი იქნება ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება. გიორგი თუხარელი, ევრონიუს ჯორჯია.